ქრისტეს დიდებულო მსახურებო და სასწაულმოქმედებო მოგმართავთ. წმინდა წინასწარმეტყველო და ქრისტეს ნათლია ვიუანე. ყოლა წმინდა ღვთელმთავარო ქრისტეს მოსლის წინასწარმეტყველო, განმანათლებელო მამა ნიკოლოს, წმინდა წამებულო ჰარლამპიე, დიდო წამებულო ეშმაკის დამმარცხებელო წმინდა გიორგი, მამა თეოდორე, ღვთის წინასწარმეტყველო ილია, განმანათლებელო ნიკიტა, წამებულო იოანე, დიდად წამებულებო ბარბარე და ეკატერინე, წმინდა მამა ანტონო, ისმინეთ ჩვენი თქვენს მიმართ მლოცველთა ხმა, ღვთის მონა სახელი. თქვენ იცით ჩვენი ტანჯვა და წუხილი, გესმით მრავალი კვნესა თქვენთან თხოვნად გამოგზავნილი. მოგმართავთ თქვენ, რათა დროულად დაგვეხმაროთ და ისმინოთ ჩვენი მლოცველთა თხოვნა. ნუ მიგვატოვებთ ჩვენ სახელი, გვიშვამდგომლეთ უფალთან. ჩვენ დაკარგულებს დახმარების ძევნაში გვიხემძღვანეთ და გაგვიძეხით წინ როგორც მასწავლებლები. ჩვენ უღონონი ჩვენს რწმენაში და სიმართლის სწავლებაში გაგვამხნევეთ. გვაკეთებინეთ კეთილი საქმეები, მოგვეცით კეთილი გულები, მოგვაცილეთ მტერი ხილული, უხილავი და გაბოროტებული. დაგვეხმარეთ ჩვენ უსუსურებს, ჩვენი სამართლიანი ან უსამართლო რისხვები შეაჩერეთ. თქვენი შუამდგომლობით უფლის სამართლის წინაშე, ვის წინაშედაც თქვენ წარსდგებით ზესწაში წმინდანებო. გაიგონეთ ჩვენი ლოცვა ქრისტეს დამხმარენო. თქვენ და მიერთგული მოწოდებული და მთხოვნელი თქვენი ლოცვებისა ჩვენი მამის წინაშე, რათა მან გვაპატიოს ცოდვანი ჩვენი და გაგვანთავისუფლეს უბედურობისგან. თქვენ ხართ დამხმარენი, მცველები და მლოცველები და ამიტომ თქვენით ვადიდებთ მამა ღმერთს, ძე ღვთისას და სული წმინდას, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. აი ამას კითხულობთ ერთხელ. მხოლოდ ერთხელ, მაგრამ ამ ლოცვას აქვს გაგრძელება, რომელიც უკვე უნდა წაიკითხოთ 3 ჯერ. და ეს ლოცვა გაგრძელება აი ასე იწყება. სახელისა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ყოვლის შემძლე უფლის სახელით, უძლიერესი მთავარ ანგელოზების და ანგელოზების ჯარის სახელით, რომელიც მოფენილნი არიან ჩვენს მიწაზე, დაწევლილი იყავით ყველა ცრუ და უწმინდურო სულებო, რომლებმაც იპოვეთ საცხოვრებელი სახელი სხეულში. თქვენ ასტრალურო მდაბიო და უწმინდურო ფენების სულებო, შავი ძალების მსახურნო, ასტრალურო კვანძებო, შავი მაგების ჯადოქრობით და დახმარებით, მაგიური სარკეებით და ყველა სახის ჯადოქრობით შესახლებულო ბოროტო სულებო. თქვენ ხართ ენერგეტიკული პარაზიტული ქმნილებები, სისხლის და ენერგიის მწოველები, რომლებიც იწოვთ სასიცოცხლო ძალებს და ენერგიას. წარგვტაცებთ სიცოცხლის ხალისს და ზურგს გვაქცევინებთ ჩვენი შემქმნელი უფლისგან. თქვენ სატანის მსახურებო, სიბნელის ქმნილებებო და ყველა ადამიანური სიმახიჯის წარმმართველებო. თქვენ ვისი სახელით ცნობილია სამყაროს შექმნის დღიდან. თქვენ არაწმინდა სულებო, რომლებიც შეუსახლდით საჭმლიდან და სასმლიდან, სისხლიდან და სპერმიდან, ყურებიდან და თვალებიდან, ყელიდან და მესამე თვალიდან, შელოცვილი საგნებით და ტანსაცმელით, ფეხსაცმელით და მტვრით. თქვენ დაბალი ფენის სულებო, რომლებიც ჩასახლდით კანში, რომლებიც მიეწებეთ ჩაკრებს, რომლებმაც შეაღწიეთ ასტრალში, მენტალში და ეფირულ სხეულში. თქვენ რომლებიც გადმოსული ხართ ამაყი და ბოროტი ცოდვილი წინაპრების საგვარეულოდან, თქვენ რომლებიც შესახლდით საფლავის მაგიით და საგნებით, თქვენ რომლებიც შესახლდით სულსწრაფობით და გარყვნილებით, ლოთობით და ნარკომანიით, უწმინდურო და ბინძურო სულებო, დაარსებებო, ფლიდო ენერგეტიკულო ორეულებო, შექმნილებო შავი მაგიით, რომლებიც ჭკუას ურევენ ადამიანებს, ყველა თქვენ ხართ შესახლებული და დაუპატიჟებელი სტუმრები,
მოშორდითახლავე თქვენ უმდაბლეს სამყაროში და მოცილდით სახელი სხეულსა და სულს. ჩამოცილდით და უარი თქვით იმ ადამიანზე, ის რაც თქვენ არ გეკუთვნით, ამოიწვით ცეცხლით და დაიფუფქეთ წმინდა წყლით და თუ თქვენ არ გსურთ დატოვოთ ისინი, ვისაც თქვენ აწამებთ, მაშინ მე ვიძახებ დამხმარე წმინდა მეომარების ჯარს, მთავარ ანგელოზ მიქაელს, ჩვენს მამა სერგი რადონეჟსკის და 33 უწმინდეს წმინდანს, რომლებიც ამოწვავენ ყველა თქვენს ჯადოქრულ ჯარს, აგაწიწკნიან თქვენს მსხვერპლებს და გაგაგზავნიან იქ, სადაც თქვენი ადგილია. ამ სიტყვებს აქვს 33 წმინდანის ძალა და დასტური. ამინ, ამინ, ამინ. აი ამას უკვე წაიკითხავთ 3-ჯერ. ესე იგი, პირველ ლოცვას დასაწყისს ვკითხულობთ ერთხელ, მის გაგრძელებას ვკითხულობთ 3-ჯერ. ყოველ დღე იკითხება ეს ლოცვა.